საქართველოს პროკურატურამ 103 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალების, რომლის ღირებულება ეგრეთ წოდებულ შავ ბაზარზე დაახლოებით 30 მილიონ ლარს შეადგენს, უკანონო შეძენის, შენახვის და საქართველოს შემოტანის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა დაუდგენელ პირებთან წინასწარი შეთანხმებით განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების მეტამფეტამინის შემცველი ნივთიერების საქართველოს გავლით ბულგარეთის რესპუბლიკაში ტრანზიტით გადაზიდვის მიზნით თავისი კომპანიის კუთვნილი სატვირთო ავტომანქანა საქართველოდან სომხეთის რესპუბლიკაში გაგზავნა. 6 თომარაში მოთავსებული ნარკოტიკული საშუალება მეტამფეტამინის შემცველი ნივთიერება შენიღბულად როგორც კაუსტიკური სოდა განათავსა ავტომანქანის მისაგმელში და 28 აპრილს მისი კომპანიის მძღოლის მეშვეობით სადახლოს სასაზღვრო გამშვები პუნქტის გავლით უკანონოდ შემოიტანა საქართველოში. სამართალდამცველების მიერ ჩატარებული სატვირთო ავტომანქანის შრეკის შედეგად ამოღებულია 103 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება მეტამფეტამინი. დაკავებულს ბრალდება ჯგუფურად ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვის და საქართველოს უკანონოდ შემოტანის ფაქტზე წარადგინა, რაც სასჯელის სახით და ზომად 20 წლამდიან უადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურამ ბრალდებულისათვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.